ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ჩემ შემდეგ ეპიზოდში, სადაც ჩვენ გავიმხილავთ ხოლმე ყველაზე ხმაურიან მოვლენებს საქართველოში. და დღევანდელ დღეს გვაქვს ესეთი სიახლე, რომ ხატია ბიბლიანმა, ცნობილმა ქართველმა ამკლავჭიდელმა ქალბატონმა სცემა 15 ან 16 წლის ბავშვს. ნუ ვინც ახლები ხართ არხზე, გეტყვით რომ ჩვენ ბავშვებს ძალიან დიდ პატივს ვცემთ და ყველა ბავშვს ესე მოვიხსენიებთ. მე რა თქმა უნდა ვისპეკულიანტებ და უბრალოდ განვიხილავ იმას, რამხელა ადამიანებს განვიხილავთ ბავშვებად. ეს ადამიანი იყო 15-16 წლის ბიჭი და მე მინდა რეალურად კითხოთ მეგობრებო, ანუ რამხელა გგონიათ 15-16 წლის ბიჭი, ან რისი გამკეთებელი გგონიათ და რისი გამკეთებელი არ გგონიათ, იმიტომ რომ აი Facebook-ზე კომენტარებს რო გადავხედე, ანუ მგონია რომ ყველა გაიზარდეთ სადღაც შვეიცარიაში, ყველა ბავშვი 14 წლის რო ხდებოდა, მიდიოდა სადღაც კემპინგზე, შემდეგ ჩამოდიოდა იქ ნასწავლი ქონდა, ყველა ხელოვნება ტყეში გადარჩენის, შემდეგ მიდიოდნენ ჰარვარდში, იქ სწავლობდნენ და ამ შემდეგ. ერთი ვარკეთილელიან გალდანელი არ ხართ, ან რა ვიცი, ან ვერელი, ან ვაკელი, ან ნებისმიერი თბილისის უბნელი არ ხართ, მეგობრებო, რომ დაწეროთ, რომ 15 და 16 წლის ბავშვები ეგეთები არ ვართ საქართველოში? 13 წლის იყო, თუ არ ვცდები, ჩემი ძმაკაცი, ნუ მაქსიმუმ რო გავწეულ 14-ის, რომ აი ცოლი მოიყვანა და ევროპაში მოხია. იმიტომ რომ ანუ ყელში ამოუვიდა რა, აქ ყაჩაღობა, ქურდობა და ამ შემდეგ და უკვე დროაო, რომ დაუმშვიდდეო და დაუწყნარდეო და ოჯახს მიუხედო. 13 წლის ამ. მაგრამ ეს 16 წლის ბავშვი ვერაფერს ისეც ვერ გაუბედავდა ხატიას, რისთვისაც შეიძლებოდა ხატიას ხელი გაერტყა. მეგობრებო, აი ვინც წერთ რომ 15 წლის ბავშვზე ძალადობა როგორ შეიძლებაო, ძალიან გთხოვთ რომ გახვიდეთ, აი ვარკეთილის ან გლდანის მეტროსთან და აი ბავშვებს რო დაინახავთ, ბავშვებს რომლებიც ხურდას თხოვენ ვიღაც ტიპს. აი უბრალოდ გაბედეთ და არ მისცეთ ხურდა. მე პასუხს არ ვაგებ, ოღონდ მე რაღაც ახალი ჭრილობები რო გაგიჩნდებათ ტანზე, რომელიც ქირურგიული ნამდვილად არ იქნება და აი ნამდვილად არ იქნება თქვენი ჯანმრთელობის გამოსასწორებელი, რომ მოდი ბრმანაწლავი თქვენ ცუდ მდგომარეობაში გაგვ და ამოგაჭ. არა, ეგეთი ჭრილობები არ იქნება, მეგობრებო. რა ვიცი, ვერაზე და ვაკეზე გადით იქ ოღონდ ჭრილობები არ გაგიჩნდებათ, იქ იგივე გესურიან 15 წლის ბავშვები. და ჩვენ ვსაუბრობ დღეს, რომ 15 წლის ბავშვის ცემეს. რა მაინტერესებს კიდევ, ვიცით, არასრულწლოვანთა ციხეები ვისთვისაა უკაცრავად, ანუ მე ვავსებ მაგ ციხეებს, ყველა რო გადავსებულია. თუ ანუ ვინ ავსებს მაგ ციხეებს? არა, მოდი იმას ჩამოვყალიბდეთ, რომ მე მართლა არ ვიცი რა მოხდა, კაცო, ეხლა შეიძლება ხატი ამ უბრალოდ გადაწყვიტა, რომ აი ეს ბავშვი არ დამეუასა და მოდი ეხლა ამას ვცემ. დაუშვათ ეგეც. მაგრამ რომელი უფრო დასაშვებია, რომ თბილისელი ბიჭი გაეუზრდელოს გოგოს, თუ გოგოს უბრალოდ გადაეკეტა, აი მაღაზიაში იდგა და ეს ბავშვი მოდის და უკაცრავად ქალბატონო დიდ ბოდიშს გიხდით, ანუ ერთი ცალი შოკოლადი მაქვს გასატარებელი. მთელი გულით ბოდიშს მოგიხდით, უბრალოდ თუ შეიძლება რომ რიგში ჩამაყენოთ, ძალიან მეჩქარება დედაჩემს უნდა მივახარო ეს ყვავილები და ამ დროს ხატიამ დაუშვა, რომ რეალურად ჟღერს. არა, მესმის რომ რეალურად ჟღერს, იმიტომ რომ
Facebook-ზე რა კომენტარებსაც გადავხედე, მართლა რეალურად ჟღერს, მართლა არ ვიცი სად იზრდებით ხალხო, სად ხართ ესეთი ბედნიერები, სად იზრდება ესეთი ბედნიერი საქართველო, სად არის მართლა, რომ არც ერთს არ წარმოგიდგენიათ, რომ 15 წლის ბავშვმა რამე დააშავოს ისეთი, რის გამოც ხელს გაარტყამ. მე რო 14 წლის რაღაცა რასტო არ იწელს და ბიოს ვეწეოდი და მე ღმერთმა იცის რას დაუშავებდი ადამიანს მაგის კაიფში, მაგ დროს რო ვიღაცას ხელი დაერტყა ჩემთვის, მე გამოვდიოდი ბავშვის საწყალი. არ გამოვდიოდი, რადგან ეხლა რომ ვაზროვნებ ზრდასრული ადამიანი, აბსოლუტურ იდიოტობებს ვაკეთებდი, მაგრამ ესე იზრდება თბილისში ბიჭების რა ვიცი, უმეტესობა ღმერთმა დაიფაროს, რომ უმეტესობა ეგრე გაიზარდოს, მაგრამ დიდი ნაწილი, მეგობრებო, 15-16 წლის ასაკში ბიჭებს უჩნდებათ სურვილი, რომ გამოავლინონ საკუთარი თავი, რომ იყვნენ სხვებზე წინ, მაგალითად, სხვებზე უფრო ძლიერები ან სხვებზე უფრო მეტად ერკვეოდნენ რაღაც საკითხებში, სხვებზე უფრო მეტად მოაწონონ გოგოებს თავი. და ამას ხშირად მოაქვს აგრესია, ძალადობა და ასე შემდეგ. რამე სასწაულს ვიძახი, ანუ მართლა არ მესმის რა, აი როგორ 15 წლის ბიჭებთან გქონიათ, მეგობრებო, თქვენ შეხება, იმიტომ რომ ჩვენ რო სკოლიდან ბრუნდებოდით ხოლმე, მასწავლებელი რო გვეკითხებოდა, რომ აბა ბავშვებო, როგორ გაატარეთ ზაფხულის არ დადეგები, რა ვიცი, ერთი 3 კლასელი პასუხობდა, რომ ევროპაში ვიყავი სახელის მოსაგვარებლად და რაღაცა ეგეთები. ნუ აი ეს ხუმრობით, მაგრამ და ანუ ეხლა მაჯერებთ იმას, რომ 15 წლის ბავშვს არ შეუძლია ახალგაზრდა გოგოს მწყობრიდან გამოყვანა. ხომ? და იმ ვარიანტს აბსოლუტურად გამოვრიცხავთ, რომ ეგონა რომ რაღაცას გაეუზრდებოდა და ეს ჩვეულებრივი გოგო აღმოჩნდებოდა, რომელსაც ან შერცხვებოდა, ან რა ვიცი, წავიდოდა, დატოვებდა ადგილს და მე ეს ძმაკაცებს მოუყვებოდა, რომ ბიჭო, მაგარი ნაშა გაიჩნდა ძმა მაღაზიაში და უეჭველი დავკერავ მაგას, თო. აუ მაგას საერთოდ გამოვრიცხავთ. მაგრამ ამ დროს აღმოჩნდა ხატია, რომელმაც თავპირში ურტყა მუშტები. ხო? რასრულწლოვანთა კოლონიები ხო გვაქვს რეალურად და რატომ მიდიან მანდ ბავშვები? ხო? ანუ იმის გამო რომ სუპი არ ჭამეს და იმის გამო რომ კლასში ვიღაცას ესე ტრუბკით ისასროლეს და პატრული მოდის ამ დროს და შენ ფურთხიანი ქაღალდი ესროლე მასწავლებელს, წამოდი ეხა ციხეში. არა, მეგობრებო, იმიტომ მიდიან ეს ადამიანები, რომ რა ვიცი, ატერორებენ სხვებს და ჭრიან და კლავენ. ასე რომ, რა ილუზიებში ვცხოვრობთ ეს ქართველები, არ ვიცი. მესმის კი არა, დიდი იმედი მაქვს, რომ უმცირესობა ცხოვრობთ ეგეთ ილუზიებში, რომლებსაც გონიათ, რომ 15-16 წლის მამაკაცები არიან ბავშვები და ვერაფრის დაშავების ძალა არ შესწევთ მათ. ისინი ხომ უბრალოდ ყვავილები არიან, რომლებსაც მოფერება და მოფრთხილება ჭირდებათ. წადით, ძმაო, წადით. აი, ნებისმიერი გარეუბნის უბანში გადით და უთხარით 15 წლის ბიჭებს, რომ თქვენ ხართ ყვავილები, რომლებსაც უბრალოდ მოფერება ჭირდება. და უცებ წამოვა დანები. და ეხა თავს ვიტყუებთ თუ რას ვაკეთებთ, ვის ვაჯერებთ ამ ყველაფერს. მართლა არ მესმის რა. ჩვენ გადაცემის სპონსორია Full Energy, რომელიც ხელს უწყობს არასრულწლოვნების სწორად აღზრდას. დალიეთ Full Energy, სტოპ, არასრულწლოვნებისთვის შეიძლება საერთოდ ენერგეტიკული. მე მგონი არ შეიძლება, მეგობრებო, მაგრამ ნუ მოკლედ თუ კანონის დარღვევას გადაწყვეტ, ჯობია ისევ ენერგეტიკული შეიძინოთ კანონდარღვევით, ვიდრე ვიღაც დაჭრათ და მოკლათ. ასე რომ Full Energy, ჩვენ გადაცემის სპონსორი და ირმის წრემლები ვით ტკბილი. ირმის წრემლების ადგაგისინჯავს, მიშა, არ გამისინჯავს. დავიდეთ შემდეგ სიახლეზე, მეგობრებო, დააკავეს სკოლის ბუღალტერი, ვინც 2
200,000 აზარტული თამაშებისთვის გადაირიცხა და წააგო. ყველაზე მტკივნეული ჩემი აზრით ამ წინადადებაში არის ბოლო სიტყვა, რომ წააგო. დაკავებულს ბრალდებას სისხლის სამართლის კოდექსის რაღაცა მითი ედება, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ანუ 10 წელი რო ზიხარ ციხეში გამოდიხარ და იცი რომ წააგე. 10 წელი რა ზამასკა დაგიგროვდება აზე ხარ? ვინც მოთამაშეები ყოფილხართ, გეცოდინებათ რამხელა ტკივილია თანხის წაგება და მით უმეტეს 2,200,000 ეხუმრებით ხალხო. ჯერ რა ჯანდაბას თამაშობდა, რა დებილი იყო ესეთი რომ ანუ განა უბრალოდ თავისთვის ირიცხავდა. არა, აი თამაშობდა. ან რას თამაშობდა ბიჭო ესეც? მარწყვებს ერთ ხაზზე მაქს ბეტით თუ რულეტკაზე 12-ის მერე 32 ჯდება უეჭველა. რო ურეკავს სკოლის დირექტორი რომ ნათელა რა შვებით ეს თანხა რო შემოგვივიდა, რა თქმა უნდა ახალი კომპიუტერების ყიდვას ვაპირებთ ხომ ბავშვებისთვის. ეს კი ясно ძმა ясно. ეხა 12-ის მერე яснია ყველა მოდის დროს და 12 მოდის და ამოვარტყამთ კომპიუტერებს და ჩემი ქმრისთვის ახალ გელიქს. რამდენი წლის მანძილზე აგებდა, ან რა კუშზე თამაშობდა, ან რა თამაშს თამაშობდა, ეგ მაინც გაგვიმხილოს ხალხს, რომ ის თამაში არ ვითამაშოთ. თუ 2,200,000 აჭამა ტიპმა და ვერაფერი მოიგო, ხო და ვერაფერი შეირგო, იქნებ გვითხრას ის თამაში, რომ არ ითამაშოს ხალხმა. მე-6 საავტორო სკოლას დიდი ოდენობით ზიანი მიადგა, წერია განცხადებაში. მაინც რამდენი? ალბათ ერთი 2,200,000 მაინც, ხო? არა, ჯერ ეს რა სკოლა, ბიჭო, რომ ტიპებმა 2,200,000 სანამ არ წააგო, მანამდე ვერ შეამჩნიეს. რომ აი 1 მილიონი სკოლის ბიუჯეტიდან ჩაიხსნა. ყველაფერი საკაიფოა, სწავლა მიმდინარეობს. მერე 1,100,000, 1,500,000, 1,800,000, 2 მილიონი, მაინც ყველაფერი საკაიფოდ მიდის და 1,200,000 რო წააგო, დირექტორი დააფიქრდა, რომ რა ხდება, ძმა, რაღაცა ბავშვებს ძეხვები აკლდებათ ბუფეტში. და ამ დროს ბუღალტერი ხომარობს. დასვიშენი დედა. გიჟების ქვეყანა ვართ, ძმაო და არ გჯერათ რომ გეუბნებით. მაგიტომ გადავრჩებით სხვათა შორის, მაგიტომ გადავრჩით ამდენი ხანი, რომ ესეთი ხალხი ვართ, თორე აბა ადეკვატურები რო ვიყოთ. აქამდე ვერ მოვაღწევდით ესე ნაღდად. აი ესეთების დამსახურებაა, რომ ჯერ ქართველი ერი კიდევ ცოცხლობს და კიდევ ძლიერები ვართ, იმიტომ რომ თავარია იმედი არ დაკარგო, ან თქვენ გონიათ ხა ეს ადამიანი რომ გამოვა რაღაცას მოინანიებს, ან ბავშვების მშობლებთან მივარო, დიდი ბოდიში თქვენი შვილის ფული რო წავაგე, თქვენმა შვილმა რომ განათლება ვერ მიიღო ჩემ გამო, თუ რა, არა. ეს ადამიანი იმედს არ დაკარგავს და უფრო მეც ჩარიცხავს, ანუ უფრო უკეთეს სქემას წამოიწყებს, რამე უფრო უკეთეს სკოლაში გადავა, იქ რა თქმა უნდა დოკუმენტებს გააყალბებს ყველაფერს, დოკუმენტების გაყალბებიდან ხო ცალკე დაიწყებს მერე შემოსავლის შემოტანას. აქედან ბუფეტიდან ცოტა ფული, იქიდან რაღაც მერხებიდან ცოტა ფული, იქიდან ესე ცოტა ფული და მაგითი ვარსებობ ზოგადად. ეს არის ჩემთვის საქართველო, მეგობრებო, და ეს ქვეყანა მიყვარს რა, მართლა ამიტომ მიყვარს. როგორ მაინტერესებს, აი ვკვდები ინტერესით, სად ჯანდაბაში წააგო 2,200,000, ანუ ერთხელ მაინც როგორ არ გაუმართლა, ერთხელ მაინც როგორ არ ამოურტყა რამე ისეთი კუში, რომ აი შეშვებოდა, რომ აი всё, მოდი ახლა შევწყვეთ ბავშვების ფულის ჭამას და საკაიფოდ ვიცხოვრებთ მე და ჩემი შვილი, რომელიც მაგ სკოლაშივე სწავლობს. არა, ნუ, მაგრამ ეს არის მეგობრებო, ჩემთვის საქართველო, ეს არის
ერთ-ერთი მიზეზთაგანი რომლის გამოც გადავრჩით და რომლის გამოც კიდევ გადავრჩებით. თქვენ გონიათ რომ დავით აღმაშენებელმა და თამარ მეფემ გადაგვარჩინეს? არა, აი ესეთი ხალხია იმის მიზეზი რომ ჩვენ დღემდე ვარსებობთ როგორც ერი. სანამ ესეთი ხალხი იარსებებს, ჩვენ მანამდე ვიარსებებთ. გოცნით მიყვარხართ, full energy შეიძინეთ.